გამარჯობა. როგორც ზოგჯერ მჩვევია ხოლმე, ასე სპონტანურად წერ დღევანდელ ვიდეოს და მაქსიმალურად სწრაფად, იმიტომ რომ მოასწროთ თქვენ მომზადება იმ მოვლენისათვის, რომელიც დღეს მოხდება. მე ცოტა გვიან გამახსენდა, გუშინ დაკავებული ვიყავი, მაგრამ დღეს დილით მივხვდი რომ ეს აუცილებლად უნდა მეთქვა თქვენთვის, იმიტომ რომ შეიძლება ზოგიერთს გამურჩეს. ასტროლოგები ამბობენ, რომ ეს მოვლენა სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებში ემოციურ აფეთქებებს იწვევს, ინტუიციის გამძაფრებას და ზოგადად შინაგანი სამყაროს, ადამიანის შინაგანი სამყაროს აფორიაქებას. პარაფსიქოლოგების აზრით იგი მოქმედებს ადამიანის შიშებზე, ანუ იწვევს შიშებს, პანიკურ შეტევებს და ასე შემდეგ. და ეს მოვლენა ისტორიულად მართლა იწვევდა სტრესებს, სხვადასხვა ხალხები მას 1000 უბედურებაში თუ ყოველ შემთხვევაში მომასწავებელ უბედურებაში ადანაშაულებდნენ და ამ მოვლენას მარტივად ჰქვია თვარის დაბნელება. თვარის დაბნელება, რომელიც დღეს საღამოს შეგიძლიათ იხილოთ. თან ეს თვარის დაბნელება იქნება უნიკალური იმ ხრივ, რომ იგი ძალიან გრძელი იქნება და მე სქემას აუცილებლად გამოვიტან ეკრანზე, რომ თქვენ კარგად ნახოთ თუ როდის იწყება ის, როდის შედის მაქსიმუმში და როდის იწყებს შემდეგ გადასვლას. ისე კი ზოგადად ადამიანებისთვის, უბრალო ადამიანებისთვის, რომლებიც მეცნიერებით არიან დაკავებული, ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც პროფესიონალურად სწავლობენ მსგავს მოვლენებს, ეს არც თუ ისე დიდად გამორჩეული მოვლენა არ გახლავთ, იმიტომ რომ მზის დაბნელება გაცილებით საინტერესოა, გაცილებით ინფორმატიულია და მოგეხსენება მზის დაბნელება და გაცილებით იშვიათიც არის. და ამიტომ მზის დაბნელების სანახაოდ ძალიან ბევრი ასტრონომი და არა ასტრონომიც უბრალოდ მოყვარული ხშირად ერთი კონტინენტიდან მეორეზე გადადის, იმიტომ რომ ეს მოვლენა ძალიან წერტილოვანია. ფაქტიურად მზის დაბნელება ეს არის ერთი პატარა წერტილი, რომელიც დედამიწაზე დადის. ხოლო რაც შეეხება მთვარის დაბნელებას, იგი გლობალური მოვლენაა და ფაქტიურად წლევანდელ მზის დაბნელებას აი ყაზახეთის აღმოსავლეთიდან მოყოლებული ამერიკის დასავლეთ სანაპირომდე ჩათვლით თითქმის ყველა ნახავს, განსაკუთრებით ევროპაში, რა თქმა უნდა, კავკასიაში, რა თქმა უნდა, საქართველოში. და მე დროებს, როგორც გითხარით, მოგცემთ, როდის იწყება, როდის მთავრდება. მაგრამ მანამდე რაღაც პატარა ისტორიულ ექსკურსს გავაკეთებ, მოგიყვებით სხვადასხვა ლეგენდებზე და თქმულებებზე, რეები არის დაკავშირებული სისხლიან მთვარესთან, როგორც მას ინგლისურენოვან სამყაროში უწოდებენ. ისე კი ახლოს ხარ ასტრონომიასთან თუ არ ხარ ახლოს, გაინტერესებს მეცნიერება თუ არ გაინტერესებს, თუ ცაში აიხედავ დღეს და დაინახავ იმ გრანდიოზულ შოუს, რასაც მზე, დედამიწა და მთვარე მოაწყობენ ჩვენთვის, კი უნდა დაფიქრდეს ადამიანი, რომ იგი ფაქტიურად რაღაც ერთი უნიშნელო წერტილი არის, არა მხოლოდ დედამიწაზე, მზის სისტემაში და ზოგადად ამ უსასრულო გალაქტიკაში და ეს ცხოვრება, რომელიც ჩვენ ძალიან გეოლოგიურად და ზოგადად ასტრონომიულადაც რაღაცა წამის მემილიარდედია ალბათ სამყაროსთვის ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჩვენ ამ სიცოცხლეს ვატარებთ რაღაც უაზრო ამბებში მოკლედ. გავუნყევით და დღეს სისხლიანი მთვარის შოუზე მოგიყვებით ერთ-ორ სიტყვას, სისხლიანი მთვარეს ეძახიან დასავლეთის ქვეყნებში და იგი მართლაც სისხლის ფერს იღებს და თუ რატომ ამის შესახებ ცოტა ქვემოთ. 4.551 მილიარდი წელია იგი ჩვენი თანამგზავრია და 10 მილიარდჯერ მთვარე ამოსულა, მთვარე ჩასულა და ასე გაგრძელდება კიდევ 5 მილიარდი წელი, სანამ კოლაფსირებადი, ანუ მომაკვდავი მზე არ დაკარგავს თავის გარეთა საბურველს და საბურველი მოცილდება მას, გაანადგურებს ძალიან დიდ ფართობზე ყველაფერს თავის გზაზე, მათ შორის დედამიწაც მოყვება, მათ შორის მთვარეც მოყვება და სიცოცხლე რა თქმა უნდა დედამიწაზე დამთავრდება. თუ მანამდე დარჩა და გადარჩა და ეს მწყობრის სისტემა მოიშლება. შემდეგ მზე, რადგან მას დიდი მასა არ აქვს შედარებით სხვა მზეებთან,
თეთრ ჯუჯად გადაიქცევა, მას არც ნეიტრონის ვარსკვლავად გადაქცევის პერსპექტივა აქვს, სამწუხაროდ კარიერული ზრდა ასეთი არ ექნება და არც შავხრელად. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ყოველ ღამე არ არა, იმიტომ რომ ყოველ ღამე მთვარე არ ჩანს, სხვადასხვა ადგილებში ამოდის ხოლმე იგი, მაგრამ ძირითადად ღამე მთვარე ამოდის, მას აქვს თავისი ფაზები, იმის მიხედვით თუ როგორ არის ის ურთიერთობაში მზესა და დედამიწასთან და ეს ფაზები არის ურყევი ფაქტიურად 28 დღიანი, 29 დღიანი ფაზებია, როდესაც მთვარე კლებულობს, შემდეგ ივსება და ისევ იწყებს კლებას. და ეს გრძელდება, როგორც გითხარით, უკვე ამდენი მილიარდი წელია. ჩვენი ეს ვერცხლისფრად მოელვარე თანამგზავრი, რომელიც ღამის მოგზაურებისთვის გზის გამნათებელს წარმოადგენს, პოეტებისთვის შთაგონების წყაროს და ასე შემდეგ, დღეს-ღამე ეს მისი ასეთი თვისება ერთბაშად ჩამოგვექცევა თავზე და ღამის შუმი დარაჯი კეთილშობილი თეთრი ფერიდან უცებ მოწითალო, ასეთ დამჯდარი ჟანგისფერი გახდება. რა მოხდება დღეს? უბრალოდ რა მოხდება მთვარეზე? მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი საგანი, რომელსაც შუქი ეცემა, უკან ტოვებს ჩრდილს. თუ ჩემს შემთხვევაში ფარანი და ის აკუმულატორი, რომელიც შიგნით ის წარმოქმნის აი ამ შუქს და სითბოს, მზის სისტემის შემთხვევაში ასეთი გიგანტური ფარანი ჩვენ გვაქვს რადიაქტიულ საწვავზე მომუშავე კოლოსალური ზომის მზე. მზე, რომელიც ფაქტიურად პროჟექტორია, პროჟექტორი, რომელიც გამოსცემს როგორც სინათლეს, ასევე სითბოს, მთელი ეს ჯგრო პლანეტებისა ტრიალებთ მზის ირგვლივ და ჩვენ კიდევ გვყავს ყველა პლანეტას თითქმის ყავს თავისი თანამგზავრები. ზოგს ბევრი, ზოგს ორი და ჩვენ შემთხვევაში ეს არის ერთი და ეს კარგია. ზოგადად დაფიქრებულ ხარ თუ რას წარმოადგენს მთვარე. საიდან მოვიდა იგი, რატო არის ასეთი ფორმის, რატო არის ის მუდმივად ერთი მხარით ზედაპირით ჩვენსკენ მოტრიალებული და რა ხდება dark side of the moon-ზე, ანუ მის უკან ბნელ მხარეზე. გშორდება იგი თუ პირიქით ოდესღაც დედამიწაზე დაეცემა და ქაოსს მოაწყობს. ძალიან საინტერესო ტიპია, ძალიან საინტერესო, ძალიან ლამაზი და ძალიან ბევრი საიდუმლოს შემნახველი, თუმცა ამ საიდუმლოებს ნელ-ნელა ფარდა ეხდებათ, იმიტომ რომ მთვარის გამოკვლევა ძალიან დიდი სისწრაფით მიმდინარეობს და თქვენ შეგიძლიათ Google Earth-ში ნახოთ, დაათვალიეროთ, ისე როგორც მარსი, დაწვრილებით დაათვალიეროთ მისი ზედაპირი, მე ძალიან ხშირად ჩაუჯდები ხოლმე, როცა ხასიათზე ვარ და ვათვალიერებ მის ზედაპირს, ძალიან საინტერესო, ეს არის დაღარული მეტეორებისგან დაჩვრეტილი, გაუბედურებული თანამგზავრი, რომელიც ძალიან ბევრ საქმეს, კეთილ საქმეს გვიკეთებს და რას ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ. დედამიწამ 5 მილიარდ 555 მილიონი წლის წინ დაიწყო დღევანდელი ფორმის მიღება. მან დაიწყო გაგრილება, ეს იყო მანამ გავარვარებული მაგმის ბურთი, რომელიც ძალიან სწრაფად ტრიალებდა. ამ სწრაფად ტრიალის დროს ცენტრისკენული ძალების გამოისობით მის ცენტრში მოგროვდა ყველაზე მძიმე მეტალები, ნიკელის და რკინის შენადნობები. მე ამაზე არაერთხელ მithქვამს, შეიქმნა ბირთვი, რომელმაც დაიწყო ელექტრომაგნიტური ფარის შექმნა დედამიწის ირგვლივ. დედამიწის ზედაპირი ნელ-ნელა გაცივდა, უთხელესი და არასტაბილური ქერქი მოიკიდა და აი ის არის, რომ და დამშვიდდეს და დაწყნარდეს, რომ კოსმოსიდან მოდის დაახლოებით მარსის ხელა, ციური სხეული, რომელსაც ჰქვია ტაია. ტაია დიდი სისწრაფით უახლოვდება დედამიწას და ჩვენ რო იმ მომენტში ვდგარიყავით აი ამ თხელ ქერქზე, ცეცხლგამძლე და სიცხეგამძლე ტანსაცმელში გამოწყობილები დავინახავდით და ეგრევე გავქრებოდით, დავინახავდით თუ როგორ შეეჯახა ეს გიგანტური, მოდი დავარქვათ პლანეტა, ჩვენს პლანეტას. მაგრამ ეს არ იყო შეჯახება პირისპირ, ესეც პირისპირთან. ასეთი რამ რომ მომხდარიყო, რთული წარმოსადგენია რა მოხდებოდა. ან მოხდებოდა ამ ორი დიდი ციური სხეულის გაერთიანება და
დედამიწა დღეს ორჯერ დიდი ზომის იქნება, ორჯერ თუ არა, სადაც 1.7 ჯერ მეტი ზომის იქნებოდა, გაცილებით ძლიერი გრავიტაციით, ალბათ თუ შეექმნებოდა თუ არა ატმოსფერო არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სრულიად განსხვავებული ტიპი იქნებოდა, სიცოცხლე მასზე არ იქნებოდა, ეს 1000%-ით ვიცი. მოკლედ, შეჯახება მოხდა ძალიან საინტერესოდ. ერთი ბურთი და მეორე ბურთი ეჯახება ერთმანეთს გვერდულად. ანუ თითქოს ეს გაკრავო ცხვირიო, როგორც აი ბილიარდის ბურთებში რო არის, ხო, სვოის რო ეძახიან. გაკრით და მე ერთი რო სხვაგან მიდის. აი ამ გაკვრის მომენტში მოხდა ძალიან საინტერესო რამ. დედამიწამ დაიწყო გაცილებით სწრაფად რეალი, მას მოწყდა დიდი ნაწილი, მისი შემადგენელი ნაწილი და ამ პლანეტასაც მოწყდა, რომელიც გაიფანდა დედამიწის ირგვლივ, მაგრამ დედამიწის მიზიდულობა საკმაოდ მძლავრი იყო და აი ეს ნაწილაკები, ეს მაგმის და ეს ნატეხები დედამიწის და ამ პლანეტის ტრიალებენ დედამიწის ირგვლივ და ნელ-ნელა ერთდებიან, ნელ-ნელა იკვრებიან, აი როგორც ცომის გუნდა და ნელ-ნელა ყალიბდება მთვარე. ეს ყველაფერი ხდება ჰადეურ ხანაში, ეონში, ან გეოლოგიური ხანაა, რომელიც, როგორც გითხარით, 4 მილიარდ 533 მილიონი წლის წინ ხდება ეს ამბავი. და დედამიწას ძალიან სერიოზული ცვლილებები ემართება, რომელიც საბოლოოდ შემდეგ წინაპირობა გახდება მასზე სიცოცხლის დაარსებისა და შემდეგ განვითარებისა. კერძოდ ის, რომ მანამდე დედამიწა მუდმივად მიქცეული იყო მზისკენ ცალი მხარით. ანუ წარმოიდგინეთ, მუდმივად ერთ ცალ მხარეს იყო მზის გამოსხივება. ანუ იმ გამოსხივების ქვეშ იყო ერთი მხარე, ანუ იგი იყო გადავარვარებული. უკანა მხარე იყო გადაყინული. ანუ სიცოცხლე თუ სადაც წარმოიქმნებოდა, ეს იქნებოდა ესე ტერმინატორზე, ანუ ხაზზე, სადაც დღე და ღამე ერთმანეთს ცვლის. აი შეიძლება რაღაცა პრიმიტიული, რა თქმა უნდა, იქ გონიერ სიცოცხლეზე და ზოგადად ხერხემლიან და რაღაცა ესეთ რთულ სიცოცხლეზე საუბარი არ არის, იქ გაჩნდებოდა რაღაცა პრიმიტიული, ბაქტერიული, ან სოკოები მაქსიმუმ. ანუ დედამიწა უკვე ბრუნავს და თან ბრუნავს ძალიან საინტერესოდ. მისი ღერძი მზის მიმართ ასეთი კი არ არის ვერტიკალური. არამედ ამ დარტყმის შედეგად იგი გადაიხარა. და არის აი ესეთი. მაგრამ ამ გადახრასთან ერთად მან მიიღო აი ესეთი მოძრაობის უნარიც. და ახლა უკვე დედამიწა ტრიალებს მზის ირგვლივ და აი ესეთ მოძრაობებს აკეთებს. და ეს არის წინაპირობა იმისა, რომ დედამიწაზე გაჩნდა სეზონები. ანუ ზაფხული და ზამთარი და მათ შუა შემოდგომა და გაზაფხული. ეს არის პირველი და მთავარი წინაპირობა იმისა, რომ სიცოცხლემ დაიწყოს განვითარება. დედამიწა არის ეგრეთ წოდებული ოქროს თმიანას ზონაში. ინგლისურად მას ეწოდება Goldilocks zone, ანუ საიდან მოდის ეს ტერმინი. ასეთ ზღაპარი არის. ოქროსთმიანი პატარა გოგონა ტყეში იპოვის ქოხში შედის და აღმოაჩენს, რომ ეს არის დათვების სახლი. იქ დედა დათვი ცხოვრობს, მამა დათვი ცხოვრობს და მათ აქვს უზარმაზარი ჯამები, უზარმაზარი კოვზები, უზარმაზარი სკამები, რომლებზეც ვერ ჯდება ეს გოგონა, ჭამა უნდა შია. და იპოვის ბავშვი დათვის თებს, ბავშვი დათვის სკამს, ჩანგალს დანას და დაჯდება, იმიტომ რომ ეს მისთვის ნორმალური ზომაა, ეს მისთვის კომფორტული ზონაა და შეჭამს საჭმელს და ნუ მე იქ როგორ ვითარდება სიტუაცია, დათვები მოვლენ, ეს გოგო გაიქცევა, მოკლედ. არ არის საინტერესო. თავარი არის, რომ აქედან აიღეს მეცნიერებმა ესეთ პოეტური სახელია, რომ ნორმალური პირობები შეიქმნა როგორც ამ გოგონამ იქ დათვების სახლში, ანალოგიურად დათვების სახლში ჩვენმა პლანეტამ შეიქმნა ნორმალურ ზონაში მოხდა, ანუ ნორმალურ პირობებში მოხდა, ისეთ პირობებში, რომლებშიც შეიძლებოდა და ჩამოყალიბდა კიდეც სიცოცხლე. უნიკალურია როგორც თვით მთვარის დაშორება, ეს არის 387,000 კილომეტრი დედამიწის ზედაპირიდან, ასევე მისი მოძრაობის სისწრაფე. მოძრაობის სისწრაფე მოგეხსენებათ, ეს არის ერთი თვე ხო, მთლიან წრეს ურტყამს ერთი თვის განმავლობაში. იგი ზემოქმედებს ოკეანეებისა და ზღვების მიმოქცევებზე. ანუ აი მაგალითად ჩვენ მტკვარზე მაგალითად ესე კარგად არ ჩანს, მაგრამ მელბეზე ძალიან კარგად ჩანს. თუ გაჩერდებით და იცით დროები,
შეგიძლიათ მიხვიდეთ და აი მარხებში ნახოთ რომ წყალი არ არის საერთოდ და შემდეგ დაელოდოთ და ნახავთ თუ რა სწრაფად მოდის წყალი და როგორ ნელ-ნელა კი არა და საკმაოდ სწრაფად ივსება ეს არხები. ეს ყველაფერი არის მთვარის ზეგავლენით. მთვარის ზეგავლენით მიუხედავად იმისა რომ იგი არ არის მანდამაინც დიდი ზომის, მისი გრავიტაცია მაინც იმ ადგილას სადაც ის დედამიწის ირგვლივ ტრიალებს იწევს დედამიწის ქერქის ამობურცვას. აი ხა რომ ამბობენ ხოლმე მთვარეო იწევს თუ არა თქვა ადამიანს რაღაცა ზეგავლენას, ალბათ იწევს, არ ვიცი, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჩვენ ეხლა სადაც 85% სითხისგან შევდგებით, ხო? ხო და ეს მიმოქცევები თუ ეხლა ზღვებს და ოკეანეებს ატრიალებს აქეთ-იქეთ მთვარე, ალბათ ჩვენ სითხესაც რაღაც ზემოქმედებას ახდენს მასზეც, ამას მე ზუსტად ვერ გეტყვით, ეს სხვაშვიდ საინტერესო თემაა და შეიძლება ამაზე ამის შესწავლა და შემდეგ თქვენთვის მოწოდება. მთვარის საფუძვლიანი შესწავლა მოგეხსენებათ უკვე გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი და ამერიკა ერთმანეთს ეჯიბრებოდა ვინ აასრებდა მთვარეზე და ამერიკელებმა აასრეს. თუმცა არის ხალხი, რომლებსაც ამის არ შეერა. აი დღელ დედამიწელები და ეს ფოლგის ქუდებით რო დადიან. ყოველ შემთხვევაში 69 წელს 21 ივლისს ეს იყო გრანდიოზული დღე ალბათ კაცობრიობის ცივილიზაციის ისტორიაში. პირველად პილოტირებადი კოსმოსური ხომალდი აპოლონ 11 დაჯდა მთვარეზე, მოდულის კარი გაიღო და ამერიკელმა ასტრონავტმა ნილ ამსტრონგმა პირველად დადგა ფეხი ჩვენს თანამგზავრზე და ისტორიული სიტყვები ცნობილია, ეს იყო ერთი ნაბიჯი ერთი ადამიანისა, ხოლო კაცობრიობისთვის გიგანტური ნახტომი. მართლაც გიგანტური ნახტომი იყო, ამის შემდეგ ხშირად დაფრინავდნენ ამერიკელები, შემდეგ ერთი-ორი ავარიული სიტუაცია მოუვიდათ, აპოლონ 13 მაგალითად თუ კარგად ფილმი ნანახი, ძალიან კარგად არის იქ მოცემული ეს ყველაფერი აპოლონ 13-ის ამბები და ტომ ჰენქსი იდეალურად თამაშობს იქ. რა თქმა უნდა, შესწავლილი არის მთვარის გეოლოგიაც, მისი შემადგენელი ნაწილი ქანები, ეს ძირითადად არის ესეთი სელენიტი, ეს არის მზეზე და რადიაციის შედეგად გამომხმარი, გადამწვარი, გადამუშავებული ქანები, რომლებიც შემადგენლობით თითქმის იდენტური არის, იგივე არის, რაც დედამიწაზე. ანუ ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ეს ჰიპოთეტური პლანეტა თეია მართლაც არსებობდა და რომ მთვარე მართლაც ჩვენი შვილობილია, დედამიწის შვილობელია. ხო, დაუბრუნდეთ ჩვენს დაბნელებას. დღეს, როგორც გითხარით, მოხდება ის, რომ მთვარე, მზე და დედამიწა, უпроსორად მზე, დედამიწა და მთვარე განლაგდებიან ერთ სწორ ხაზზე და მზიდან წამომავალი შუქი დაბნელდება დედამიწისგან მთვარემდე. დავინახავთ, რომ მთვარე ნარინჯისფრად არის განათებული. ესეთი მუქი ჟანგისფერია. აი ჩვენ ვიღაც მადლიანმა დღეს ხელი რომ მოკინდოს, აი ხა უცებ და გაგვაქანოს მთვარისკენ და დაგსვას მის ზედაპირზე, რა თქმა უნდა, სკაფანდრები და რამდენიმე საათში ჩვენ დავინახავთ საოცარ სანახაობას. ეს იქნება, რომ მზე უახლოვდება დედამიწას, ჩადის თითქოს დედამიწაზე, დედამიწის უკან და რაღაცა მომენტში აი ამ შავი დისკო, რომელსაც დედამიწა წარმოადგენს, მის ირგვლივ გაჩნდება მკვეთრი ნარინჯისფერ მოწითალო ნათება. ეს ის ნათება, რომელსაც წარმოქმნის მზე, როდესაც იგი ჩადის მაგალითად ზღვაში. ამ დროს მზე კარგავს თითქოს თავის სიკაშკაშეს, მაგალითად მზის ყურება ჩვენ შეუიარაღებელი თვალით შეგვიძლია, როდესაც იგი ჩადის თქვა სტეპში, ანუ თავარია ჰორიზონტი იყოს გრძელი. შეგვიძლია შევხედოთ, იმიტომ რომ ატმოსფერულ ჰაერში გავლისას ეს სხივები კარგავენ თავიანთ ძალას, გადაიქცევა ნარინჯისფერ ულამაზეს ბურთად და თან იზრდება იგი ზომაში. ეს რა თქმა უნდა ყველაფერი მოჩვენებითია, იმიტომ რომ მზე იმავე მანძილზე იყო, რაც თქვათ 5 საათის წინ, ხო? რატომ ხდება ეს ნარინჯისფერი? იმიტომ რომ ატმოსფეროში გავლისას ატმოსფეროში თანთქავს ლურჯი და მწვანე ფერის სხივებს და ატარებს მხოლოდ ნარინჯისფერს. აქაც ანალოგიური რამ ხდება. დედამიწა შთანთქავს, დედამიწის ატმოსფეროში თანთქავს ლურჯ და მწვანე აი მცივ ფერებს და მთვარისკენ უშვებს მხოლოდ ნარინჯისფერს. და ჩვენც სწორედ მთვარეზე მყოფნი აი ამ ნარინჯისფერს დავინახავთ. ისე ვინც ზღვაზე ხართ, დაუკვირდით, როდესაც მზე ჩადის, ბოლომდე უყურეთ ხოლმე და კარგად გაუშტერეთ თვალი. როდესაც მზე უკვე მზის წვერი
გაუტოლდება წყალს და იგი უნდა ჩავიდეს წყალში არ ჩადეს ხო? დედამიწის უკან გადადის უბრალოდ. აი იმ მომენტში იგი გამოისვრის ხოლმე მწვანე სხივს. ამ დროს ხდება ესეთი ატმოსფერული, ესეთი ოპტიკური მოვლენა, რომელიც ძალიან საინტერესოა. ეს ყოველთვის არ ხდება ხოლმე, მოწმენდილი უნდა იყოს ცა, მაგრამ მე ხშირად მინახავს და გადამიღია კიდეც თუ ვიპოვე ის კადრები. დღეს როგორც თქვი, არაჩვეულებრივი ღამეა, ანუ იგი არ არის ჩვეულებრივი, ეს არის ღამე, როცა ჩვენი თანამგზავრი წითლად შეიღებება. ეს არის ღამე, როცა ყველაზე კარგი დრო არის მოусმინოთ ჩვენი ლეგენდების ჩურჩულს, ეს არის ღამე, რომელიც იწვევს შიშს და აღტაცებას, სიყვარულს და ძრწოლვას და სწორედ აი ასეთი ძაფებისგან, ასეთი მრავალფეროვანი ძაფებისგან არის შექმნილი ხალხური ლეგენდები და მითები. და ახლა წარმოგიდგენთ ზოგიერთ მათგანს, ეს საინტერესოა უბრალოდ როგორ აღიქვამენ სხვადასხვა ერები ასეთ მოვლენებს. წარმოიდგინეთ სამხრეთ ამერიკის წვიმიანი ჯუნგლები, სადაც ჰაერი გაჯერებული არის მცენარეების სუნით, მიწის სუნით, სოკოების სუნით და სხვადასხვა ცხოველების და ფრინველების გამოყურებელი ხმებით და იმ ჯუნგლებში ჩადგმული არის ესეთი რა ვიცი, ოქროს ქალაქები, ხო, ინკების იმპერიის ქალაქები, რომლებიც შიშიზარს ცემენ ირგვლივ მაცხოვრებელ ერებს. და ინკებს სხვაშორის ძალიან კარგად განვითარებული მეცნიერებები ჰქონდა და მათ შორის ასტრონომია. ასტრონომია ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე ძველი დარგი არის მეცნიერების, თუმცა იმ პერიოდში, როდესაც იგი ჩამოყალიბდა, მას ასტრონომიაც არ ერქვა და არც მეცნიერებად მოიაზრებოდა, ადამიანი უბრალოდ საჭიროებდა, რომ სცოდნოდა წელიწადის დროები. როდის ენადირა რაღაც თქვა მიგრაცია მიდიოდა ცხოველების გაზაფხულზე. ამა და ამ პერიოდში თქვა, იქ ფრინველები დებდნენ კვერცხს ამა და ამ დროს, იქ მარცვლეული სკულპტურები ამ დროს ამოყოფდნენ ხოლმე თავს. ანუ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, თქვა, იგივე მარაგი გაეკეთებინათ, ხო, აი ზამთარი ახლოვდება. ეხლა მე რა ვიცი, ვზივარ დღეს მაგალითად ჩვენთან 25 გრადუსია, 25 გრადუსი ჩვენთან ივლისშიც არ ყოფილა, ხო? მე რომ არ ვიცოდე და კალენდარი არ მქონდეს და ასტრონომიაში არ ვერკვეოდე და ვერ ხვდებოდე რომ მზე უფრო ადრე ჩადის, ვიდრე ივლისში ჩადიოდა. ანუ რაღაცა ხდება, ხო, ანუ ზამთარს უახლოვდები. ეს რომ არ ვიცოდე, მე ბევრ რაღაცას არ მოვიმარაგებ, მაგალითად. ხა მე მოსამარაგებელი არაფერი მჭირს, გადავალ მაღაზიაში ვიყიდი, მაგრამ წარმოიდგინეთ ღვიმეში რო ცხოვრობ, ხო? იქ ვიცი რომ ირმებმა უნდა გაიარონ ამ პერიოდში, აუცაფრდები ხორცს დავამარაგებ და შევინახავ და ასე შემდეგ. ანუ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. და ინკებმაც გადასარევად იციან ასტრონომია. მათმა ქურუმებმა უпроსტად ეხლა უბრალო ხალხმა რა თქმა უნდა არ იცის და ქურუმები ამით ზოგადად როგორც ყოველთვის ქურუმები და აი ესეთი კულტის მსახურები ყოველთვის ხეირობენ იმით რომ ადამიანი არის გაუნათლებელი და შეიძლება მას თავს მოახვიო ნებისმიერი ბოდვა. და ნუ ასეთ ბოდვას ახვევენ თავს ინკებს, ქურუმები და ეუბნებიან, მათ იციან წინასწარ, როდის იქნება მზის მთვარის დაბნელება და მთვარის ქალღმერთი გახლავთ დედა კილია. დედას ეძახიან მთვარეს. სხვაშორის ჩვენს მითოლოგიაში, აი კერძოდ მაგალითად მეგრულ მითოლოგიაში თუთა მოგეხსენებათ მამაკაცის სიმბოლოა და ზოგადად ქართულ მითოლოგიაში მამაკაცია მთვარე. და დედა კილიას, რომელიც ყოველღამე გამოდის ცაზე, რომელიც უნათებს ინკებს გზას და რომელიც ხელშეუხებელი ქალღმერთია, მას ყავს თავისი მტერი. ეს გახლავთ იაგუარი, გიგანტური იაგუარი, რომელიც მუდმივად ჩასაფრებულია და საკმარისია კილიამ გაიაროს იმ ადგილას, სადაც იაგუარს ზინავს, იაგუარი იღვიძებს, დაეტაკება მას და გამოგლიჯავს ნაწილს და ამ დროს სისხლისდის ქალღმერთს და იგი სისხლისფრად იღებება, მისი მთელი სხეული სისხლისფრად იღებება და ამ დროს რომ შეაშინონ იაგუარი და როგორ აშინებენ ინკები ჩვეულებრივ იაგუარს ხმაურით. ისინი ტეხენ ხმაურს, ესე იგი ყვირიან, დოლებზე უკრავენ მთელი ხმით, ქალებს აკივლებენ, ძაღლებს აყიფებენ და იაგუარს ბოლო-ბოლო შეეშინდება 1 საათის მერე და გარბის და
დედაკილია კვლავ გაცოცხლდება, პირს ჩამოიბანს და კვლავ გათეთრებული დადის და ანათებს ინკებისთვის დედამიწას. მაგრამ დგება მეორე დღე და გახარებული ინკები ამ დღესასწაულის აღსანიშნავად ასეულობით ქალიშვილს წირავენ ქალღმერთს. რელიგია. ახლა გადავინაცვლოთ სკანდინავიის ქარიან და ცივ ფიორდებზე. აქ ბალახზე წამოწოლილი ნაომარი და ჭილობა მოუშუშებელი ვიკინგები წვანან ბალახზე და რაღაცა სვამენ თავიანთ სასმელს და უცებ ხედავენ რომ მათი ულამაზესი ქალღმერთი მანი წითლდება. და მათ იციან რომ მანის ყავს ისევე როგორც ინკებმა იცოდიან, მანის ყავს მტერი. ეს არის გიგანტური მგელი, ამ შემთხვევაში უკვე ცხოველი შეიცვალა, რომელსაც თათი ჰქვია. თათი კვენს მანის, ისევე როგორც კილიას კვენდა იაგუარი, გლიჯავს მას ხორცებს, მანის ზდის სისხლი წითლდება და აშვებიან ვიკინგები. ზუსტად ერთი აკეთებენ იმას, რასაც ინკები. ანუ დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში თითქოს ორმა სხვადასხვა რადიკალურად განსხვავებულმა ხალხებმა ერთნაირად გადაწყვიტეს, რომ იქ იაგუარი ჭამს, აქ გველი ჭამს, აქ ხმაურით აგდებენ და აქაც ხმაურით აგდებენ და აქაც ხოშურს ქალებს აკივლებენ. ქალები კივიან ყველაზე ხმამაღლა და როდესაც გადაივლის და გამოძრება მანი ამ სიტუაციიდან ვიკინგები ქალიშვილებს არ სწირავენ, ერთადერთი განსხვავება ეს არის. მაგრამ ძალიან დიდი შიში აქვთ ამ მოვლენის, იმიტომ რომ მათ მითოსში და მათ ლეგენდებში ასეა ცნობილი, რომ როდესაც თვარე გაწითლდება, სისხლისფერი გახდება, მეორე დღეს დაიწყება რაგნარიოკი. რაგნარიოკი ანუ უკანასკნელი ბრძოლა. ნუ ეხლა ქრისტიანული იმით ეს არის მეორედ მოსვლა, ან უფრო არმაგედონი, ანუ უკანასკნელი ომი და შემდეგ უკვე მეორედ მოსვლა. ახლა გადავინაცვლოთ ცხელ აფრიკაში. აფრიკაში არის ასეთი ტომი ბატამალიბა, ლამაზი სახელი ქვია, ბატამალიბას ტომი, რომლებიც ცოტა მექსიკური სერიალის სტილში უყურებენ ამ ამბავს ყველაფერს. ანუ მათთან მზე და მთვარე არიან ცოლ-ქმარი. აქედან მზე არის მამაკაცი, ანუ მეუღლე ქმარია რა. ვარსკვლავები შვილები არიან. ხო და ეს მზე მანდამაის კაი ხასიათით არ გამოირჩევა. ძირითადად ეს ორი, ესე იგი ცოლ-ქმარი ერთმანეთთან დიდ კონტაქტშიც არ არის, მაგრამ წელიწადში ერთხელ, ანუ 5 წელიწადში ერთხელ ამ მზეს რაღაცა მოუვა თავში, გაბრაზდება უმიზეზოდ და აი ახირებული კაცები რო იქნებიან, ადგება და გაიდებს ქვეშ ცოლს, ანუ მთვარეს. და სწორედ ამ დროს დასისხლიანებული ცაცხალი მთვარე ითხოვს დახმარებას და დამხმარედ ევლინება ამ ბატამალიბას ტომის ქურუმი. ქურუმი, რომელსაც წინასწარ დალეული აქვს საკმაოდ სპეციფიური სასმელი, სხვადასხვა მცენარეებისგან დამზადებული, რომელიც იწვევს ჰალუცინაციებს. იგი აი თავის ჰალუცინაციურ მოგზაურობაში ადის მზესთან, კარგა ხანს ელაპარაკება, კარგი ოჯახის ფსიქოლოგიით მზეს და ბოლო-ბოლო დაარწმუნებს, რომ არ არის ეგეთი მოქცევა კარგი, რომ ქალზე ძალადობა მით უმეტეს ესა ოჯახური ძალადობა და მით უმეტეს ამდენი ადამიანის თვალწინ გაცოდა მთელი კოსმოსი გიყურებს და როგორ შეიძლება და მოკლედ დაარწმუნებს, რომ ცუდად მოიქცა. ეს ბოდის მოუხდის თავის ცოლს, მთვარეს და დაშორდებიან ისინი ერთმანეთს და ცხოვრობენ სიამტკბილობაში, სანამ იმას ისევ არ წამოუვლის თავში რაღაც. ხო, ახლა ცოტა სერიოზულად მესოპოტამიაში, იქ სადაც ქურუმები, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ასტრონომები იყვნენ და მესოპოტამია ზოგადად შუმერს და ბაბილონს და იმას მოგეხსენებათ, იქ დემონების მთელი არმიები ყავდათ, რომლებიც ყველაფერს განაგებდნენ და მათ ეწინააღმდეგებოდნენ კეთილი ღმერთები და ქალღმერთები და ნუ მოკლედ იქ მთელი პანთეონია ძალიან საინტერესო, სხვათა შორის და მისტიკით და ესეთი საინტერესო ისტორიებით სავსე. და აქაც რა თქმა უნდა დემონები
ფუნქციონირებენ ამ შემთხვევაში ეს არის 7 დემონი, ძალიან ფრაზიანი ბოროტი დემონები, რომლებიც პირდაპირ იერიში მიაქვთ მთვარეზე. და ამ დროს რადგან მთვარის იპოსტასი დედამიწა და მთვარე არის მეფე, ზეციურ მეფეს წარმოადგენს ბაბილონელებისთვის, ხოლო მიწიერ მეფეს ნამდვილი მეფე წარმოადგენს. თუ იმას იქ რაღაცა უბედურება შირს, ესე იგი ამასაც რაღაცა დაემართება. ამიტომ რა შვებიან, რადგან ქურუმებმა იციან, როდის უნდა მოხდეს მთვარის დაბნელება, მეფეს ეუბნებიან, რომ წადი შენ ახლა ერთი კვირით ადრე ჩაძვერი სარდაფში, ყველაზე ღრმა სარდაფში, იგი იყავი, ეს 10 დღე და ტახტზე სვამენ მეფის ორეულს. ანუ ატყუებენ რა იმ დემონებს. რომ იქ რომ მორჩებიან ისინი ზეციურ მეფესთან საქმეს და ქვემოთ რო ჩამოვლენ და ნახავენ რომ ორეულიზეს. ну რა თქმა უნდა გადაივლის ეს ყველაფერი მშვიდობიანად, მეფე ქვემოდან ამოვა, კარგა, მაგრამ დაასაჩუქრებს ორეულს, გაუშვებს და ну ეს ორეული ალბათ ფიქრობს ნეტახში რა ხდებოდეს. ესეთი ამბავია, იმიტომ ძალიან კარგად იცი რომ არც არაფერი არ მოხდება. და იჯდება, კაის ჭამს, კაის სვამს, ალბათ მეფის ცოლებთანაც გაისეირნებს და კარგ ფულსა ჩაიდებს ჯიბეში და ну რა თქმა უნდა მას აწყობს რომ რაც შეიძლება ხშირად მოხდეს მთვარის დაბნელება. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს ყველაზე ესეთი რომანტიკულ ეროტიული დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი აქვთ ავსტრალიელ აბორიგენებს. ხო ვერ წარმოიდგენთ უცებ ესეთი საკმაოდ ესეთი უხეში ხალხია თითქოს რო შეხედავ, მაგრამ ძალიან ვნებიანები ყოფილან. ანუ აქაც ცოლქმარი არიან ზედა მთვარე, მაგრამ მთვარე არის მამაკაცი. აქ უკვე მეგრელებს გვანან აბორიგენები. ისინი ცალ-ცალკე დადიან, ძალიან ენატრებათ ერთმანეთი, მაგრამ დედამიწა არ აძლევს საშუალებას, რომ ისინი შეხვდნენ და რაღაც მომენტში ისინი მაინც მოახერხებენ და ერთმანეთს ხვდებიან და ვნებიანად ჩაეკვრებიან ერთმანეთს და ამ დროს რომ არ თელმა კოსმოსმა არ დაინახოს, ეხა იქ ესენი რეებს შადიან, ამიტომ მთვარე გადაიფარებს ხოლმე ესეთ მეწამულ საბანს და ამ საბნის ქვეშ ხდება მთელი ამბები. და ამის შედეგად შემდეგ ვარსკვლავები იბადებიან სხვადასხვა საკმაოდ სასიამოვნო პროცესის არის და სასარგებლო. და მე რა თქმა უნდა როცა ნებები ჩაცხრება, ისინი ისევ დაშორდებიან ერთმანეთს, ისევ შორიდან უყვართ ერთმანეთი და ასე შემდეგ. ეგვიპტეში ეგვიპტური ღმერთის სეტი, რომელიც წყდიადის მეუფე იყო, კლავს ოსირის, მთვარის იპოსტასია ოსირისი, ეს მუდმივად ხდება, იგი ანაწევრებს მაწყრის აქეთ-იქეთ მის ნაწილებს, შემდეგ ოსირისის ორგანიზმი კვლავ ერთდება და აღდგომა ხდება, მისი გაცოცხლება ხდება და ეს მუდმივად ასეა და მთავარი ამ დროს შენ მას დაეხმარო სპეციალური ლოცვებით, სპეციალური ამულეტებით, რომ დედამიწაზე სრული წყდიადი არ ჩამოაწვინოს სეტმა. ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ ეს იყო მუდმივი ბრძოლა არტემიდასა და სელენას შორის, ეს ორი ქალღმერთია და ბერძნები თვლიდნენ, რომ ამათი ჩხუბის შედეგად ხდება ხოლმე ასეთი რამო, მაგრამ მალევე ნეიტრალდებაო. და აბა ეხლა თუ გამოიცნობთ რა წარმოდგენა ჰქონდათ ამ ყველაფერზე ძველ ჩინეთში და იაპონიაში. დაფიქრდით? რა თქმა უნდა დრაკონი, რა თქმა უნდა გველეშაპი, რომელიც ყლაპავდა ზის დაბნელების შემთხვევაში მზეს ყლაპავს, მთვარის დაბნელების შემთხვევაში მთვარეს ყლაპავს და რა თქმა უნდა ვერინელებს, მზე კუჭს წვავს და გამოვარდება გარეთ, მთვარე უზარმაზარი ქვის ნატეხია, რომელსაც იგი ვერინელებს და ასევე ამოაგდებს პირიდან და ეს გრძელდება, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტა ხანს. ანუ გველეშაპი მიიღებს გაკვეთილს დიდი ხნის განმავლობაში, არაფერს აღარ ერჩის ამ ნათობებს, მაგრამ შემდეგ კიდე დაავიწყდება ეს ყველაფერი და თავიდან აკეთებს. და იოანეს გამოცხადებაში სხვა შორის, რომელსაც ასევე აპოკალიფსისი ჰქვია, არის ეგრეთ წოდებული სისხლად ქცევის, ანუ მთვარე სისხლად იქცევაო, ესეთი ფრაზა არსებობს, რომელიც წინ უძღვრის მეორედ მოსვლას. და სხვა შორის ანალოგიურად გადავიდა იგი ისლამში და თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სპარსმა და არაბმა ასტრონომებმა გადასარევად იცოდნენ თუ რასთან ჰქონდათ საქმე. მოკლედ მე ვეცადე რა მთვარეზე ძალიან ისეთ პატარა მოკლე ექსკურსი ჩამეტარებინა და მთვარის დაბნელებაზე და მოკლედ რას გირჩევთ. აიხედეთ დღეს 9-ში და თუ ამინდი შეგიწყობთ ხელს,
დაინახავთ იმას, რაც ასე უხეთქავდა გულს შუმერებს, ვიკინგებს, ინკებს, როგორ ელოდებოდნენ ისინი მეორედ მოსვლას და რაგნარიოკს და არმაგედონს და ასე შემდეგ და თუ როგორ ისხდნენ ავსტრალიელი აბორიგენები პორნჰაბის ახალი ვიდეოს მოლოდინში. მე კი ვეცდები დღეს ავიდე ჩვენს ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, რომელიც ჩემი სახლიდან რამდენიმე კილომეტრშია და იქედან თუ ამინდი იქნა და რა ვიცი პირდებიან კარგ ამინს, იქედან დავაკვირდე, თუ არის გადავიღო იგი და ხვალ ვეცდები რომ შემოგთავაზოთ. არ მოიწყინოთ, მე ძალიან მალე დაგიბრუნდებით. კარგ ღამეს გისურვებთ, არ შეგეშინდეთ, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.